და ეხლა მინდა ძალიან ისეთი სიახლე გითხრათ დარიოსი ამრავალფეროვნება, ნამდვილად ასე ვთქვათ პალიტრის გამდიდრება ეს არის ნინუკა ბორჩხაძე. ნინუკა ბორჩხაძე ვერ ჩაითვლება დარიოსში ახალმოსულად, დარიო ერია, უმრავი გადაცემა გავაკეთეთ ნინუკასთან ერთად, მაგრამ სულ ქონდა ამისი სურვილი, ნინუკასაც ქონდა და როგორც იქნა, თვითონ როგორც ამბობს, დააყენა საშველი. დაგვადგა მადლი და ნინუკა მზად არის გავიდეს ეთერში სრულიად დამოუკიდებელი ნინუკას პოდკასტით. აი ესეთი პლეილისტი და პოდკასტი იქნება, ამას გაჩვენებთ სურათს, ყოველ ორშაბათს ნინუკას პოდკასტი. ძალიან საინტერესო იქნება, დარწმუნებული ვარ, ესე იგი, ოღონდ აქვე ვაცხადებ, ესე იგი, სრული დამოუკიდებლობა აქვს ნინუკას დაწყებული სცენარიდან დამთავრებული სტუმრის დაპატიჟებით და თვითონ იცის რას აკეთებს და თვითონ ძალიან გემოვნებიანად და კარგად გაართმევს ამას თავს დარწმუნებული ვარ. აქვე მინდა გაჩვენოთ როგორი კარგი ასე ვთქვათ წინა ინტრო დამზადდა ესეც ნინუკას დამსახურებით მე ისე მომეწონა რომ აი გუშინ მასავით მოჯადოებულებით რამდენჯერმე ვაწერებდი და უსმინე ხა თქვენთან მინდა ეს გავიარო კიდევ ერთხელ. მოდი ერთხელაც მომშვინოთ რა. ერთხელაც. ნიუ-იორკიდან, პირდაპირ ნიუ-იორკიდან იქნება და ამ გამამდანებული და რაღაცა გასაჭირში მყოფი ნიუ-იორკის გადარჩენა ისევ ჩვენი ხელით მოხდება ნინუკა თუგუშვილის თავის პოდკასტით, იმიტომ რომ აი სწორედ ნიუ-იორკი მოდის პირდაპირ აი ამ ინტროდან სული და რაღაცნაირი დამოკიდებულება, რომელიც ძალიან არ მინდა დავიჯერო, რომელიც შეიძლება წარსულში დარჩეს და ესეთი აღარ იყოს. იმედია ესე არ მოხდება. ყოველ ორშაბათს თბილისის დროით 10 საათზე იქნება ნინუკას პოდკასტი და აი პირველი ანონსიც ამ ორშაბათს გველის ძალიან საინტერესო შეხვედრა. ნინუკა ესაუბრება ახეთ ზაუდი. აი ესეთი გადასარევი გადაცემა იქნება ზაუდის ავტორთან, ძალიან საინტერესო მწერალთან და ყველას გირჩევთ, რომ ორშაბათს 10 საათი, საღამოს 10 საათი თბილისის დროით შემოინახოთ და ამას ყველაფერს უყუროთ. არინანებთ მე თქვენსავით ველოდები და ერთ-ერთი მაყურებელი ვიქნები ნამდვილად ამის პირობას ვიძლევი.